ესე იგი ახლა ისეთი ემოციების ქვეშ ვარ, რომ თქვენთვის რომ არ გამიზიარებინა, მართლა არ შემეძლო. გარდა იმისა, რომ ვუყურე გიორგი ჯობავას ამ მართლა გენიალურ ფილმს სვანეთზე, რომელიც საოცარი ნამუშევარია, ისეთი ემოციური და მართლა რთულად გადასახარში რაღაც დაემთხვა ამ ვიდეოს გადაღებებს, რომ აი მართლა იხა საუბარიც მიჭირს. როდესაც გიორგი ათენებდა ღამეს ერთ-ერთი კადრის გადასაღებად უღებდა უშბას, მოკლედ დილით გათენდა და გაიგო ის ტრაგედია, მოხდა ის ტრაგედია, როდესაც ნიკო ფალიანი გარდაიცვალა ლაშქრობისას. და მოგვიანებით სრულიად შემთხვევით შეამჩნია, რომ მის ვიდეოში ჩანდა ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია. ხალხო ვიდეოში ჩანს ესე შუქი როგორ ადის ნელ-ნელა მწვერვალისკენ, ანუ ნიკო როგორ მიდის ნელ-ნელა მწვერვალისკენ და ეს ყველაფერი არის ვიდეოში დაფიქსირებული და დილით მოხდა ის, რაც მოხდა. მართლა ისეთი ემოციური საყურებელი იყო, ეხლაც ვერ ვსაუბრობ. რომელმა შექმნა სამყარო ძალითმოძე ზეგარდ მოასწნის სუნთაღნაზეც ჩვენ კაცთა მოქცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ყველთა მისგანაც ხელმწიფე სამყაროს სრულიად დამუჯებული ვარ მართლა. ერთ ვიდეოში არის უდიდესი ტრაგედია და მეორე რაღაცა ღვთაებრივი სილამაზე. ანუ ეს ხდება ცხოვრებაში ყველაფერი რა. სადღაც რაღაცა უბედურება ტრიალებს, სადღაც რაღაც ძალიან ლამაზი და კარგი.